გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიდი ყურადღებით გავეცანი ჩვენი ბიზნესმენების ბრძნულ მოწოდებას. არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ეხლა არაფერს ვიტყვი დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე, რადგან ეს ჩემი პრეროგატივა არა, განსაჯო თუ ვინაა დამნაშავე და ვინ არა. ამისთვის არსებობს კანონი და სასამართლო, მაგრამ აი დეესკალაციის გზა რატომ უნდა იყოს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ეს უკვე აღარ მესმის. ხელახალი არჩევნები რატომ უნდა დაინიშნოს, თქვენ გეკითხებით, თავისუფალო ბიზნესმენებო, იმისთვის რომ იქნებოდა ქართულმა ოცნებამ წააგოს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ნაცები? ოღონდ არ მითხრათ ახლა რომ რატომ ნაცები ვინმე სხვა მოვა. როდესაც ვეკითხები, კი, მაგრამ ვინაა ის ვინმე სხვა, ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ მსმენია. უმეტესწილად მესმის ვინმე აუცილებლად მოვა, ვინმე ნეიტრალური მესამე ძალა. და აი ეს რომ მესმის რომ მოპასუხე აზრზე არა თუ როგორ მოდის პოლიტიკური ძალა უფლებაში. რამხელა მხარდაჭერა და ფინანსებია საჭირო რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს, სადაც ისე კი არა რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. არა, 51%-ზე მეტი რომ დააგროვოს. მეგობრებო, 2011 წელს პირადად მე ვიმყოფებოდი სრულიად ნიჰილისტურ მდგომარეობაში. დიახ, მეგონა რომ ნაცებს ვერაფერი მოერეოდა, ვერ წარმომედგინა რომ რამე ძალა გამოჩნდებოდა, რომელიც ნაცებს შეებრძოლებოდა იმავე წონით კატეგორიაში. არა, უფრო მძიმე კატეგორიაში უნდა ყოფილიყო რომ მოეგო, იმიტომ რომ თავის წონით კატეგორიაში მებრძოლ მოწინააღმდეგეს ნაცები მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით უტირებდნენ ყოფას. და იმას ვამბობ რომ მეგონა მეთქი რომ მორჩა სააკაშვილის მმართველობა საბოლოო და შეუცვლადი იქნებოდა. თანაც სააკაშვილი ჩემზე ახალგაზრდა იყო და ვიფიქრე რომ მე უკვე ვეღარ მოვესწრები ახალ სახეებს. ახალ არა მხოლოდ ფიზიკურ სახეს, არამედ პოლიტიკურს. გამოგიტყდებით, მე არ ვიყავი სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლი რიგების წინა ხაზზე. მე ქუჩაში არ გავდიოდი, არ დაურბევი ვარ, არ ვუცემი ვარ, არ დაუჭერი ვარ. იმიტომ რომ ვიჯექი შინ და რაღაცას კლავიატურაზე ვაკაკუნებდი რაღაც მეტნაკლებად გესლიანს, რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა ისიც ალბათ გაუნდიოდა ეზოპეს ენაზე. და უცებ გამოჩნდა ივანიშვილი. დიახ, ივანიშვილის შესახებ რაღაც გაკვირით მქონდა გაგონილი, ვიცოდი, არის ფინანსურად ძალიან შეძლებული ადამიანი, რომელიც რესტავრაციას უტარებდა ტაძრებს, ალბათ 300-მდე ტაძრის რესტავრაცია ჰქონდა გაკეთებული, მეტი თუ არა. სხვადასხვა კულტურული დანიშნულების შენობებსაც არემონტებდა. ისიც ვიცოდი, რომ მისი ფონდი კულტურისა და დასვენების მუშაკებს ხელფასებზე დანამატს უხდიდა და ბევრი ხელოვანი იმ დროს მისი მადლიერი იყო. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ხო, მეუბნებოდნენ რომ საკმაოდ კარჩაკეტილი ცხოვრობს და ასე შემდეგ. და მე როდესაც უცებ გამოჩნდა პოლიტიკაში, იმედი მომეცა. ამაზე მგონი არაერთხელ მithქვამს და გამეორება არ მინდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა ივანიშვილზე ოდნავ მაინც უფრო სუსტი პიროვნება რომ მოსულიყო 2011-ში პოლიტიკაში, ის სისხლიან ნაცებს ვერ მოუგებდა. ამაში დარწმუნებული ვარ. ამას რატომ ყვები? იმიტომ რომ დღეს რაც არ უნდა ვთქვათ, ქვეყანაში არის ორად ორი ძალა, ოცნება და ნაცები. ორად ორი ფინანსურად ძლიერი ძალა, ერთი ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მეორე სააკაშვილის. სხვა მესამე ძალა რომ მოვიდეს, ასეთი ზომა წონის ფიგურა უნდა ხელმძღვანელობდეს იმ ძალას. სხვანაირად არ გამოვა და ვინაა ასეთი ფიგურა დღეს? თქვენ იცნობთ ასეც? მე პირადად არა.
აქედან გამომდინარე არავითარი მესამე ძალა ჯერჯერობით არ ჩანს ჰორიზონტზე. ხო და ამ ჩვენს ბიზნესმენებს, რომლებიც საკუთარ თავს თავისუფალ ბიზნესს უწოდებენ, ხელმეორე არჩევნები რათ უნდათ? რა, განა ვინმეს გონია ხელმეორედ ოცნება, როცა გაიმარჯვებს, ნაცები დაუკვდებიან, დამშვიდდებიან, შეეგუებიან წაგებას? არც არასდროს. და მერე ხელმეორე არჩევნები ეს რა დომინოს თამაშია თუ რა, ანუ აურიექვები და თავიდან დაიწყე თამაში? კი, მაგრამ ჩვენ ვინც ხმა მივეცით ოცნებას, აღარ გვეკითხებიან? აი ერთ წელიწადში იქნება ადგილობრივი მმართველობის არჩევნები და იქ გამოიჩინონ თავი, იქ მოიგონ თუ აქვთ ამის სათანადო ორგანო. ხვდებით, რასაც გულისხმობ. ხო, როგორ ვინატრო, რომ მართლა ნაცებმა გაიმარჯვონ და მერე ის თავისუფალი ბიზნესი კი ნახავს, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება. წარმოგიდგენიათ, ნაცების დროს ვინმე ბიზნესმენს გადაბრუნებული სიტყვა რომ ეთქვა არსებული ნაცური ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდი.